ბაჩიაშვილის საქმეში პირველ მოწმედ ვიხილეთ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის საქმის მთავარი ფიგურანტი, მომჩივანი და თვლის რომ დაზარალებულია, არამედ მისი წარმომადგენელი იურისტი, სწორედ ის მოვიდა დღეს საქალაქო სასამართლოში და დაადასტურა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ივანიშვილის სახელით წერილი ბაჩიაშვილს სწორედ მან გადასცა, სადაც შეთვლილი იყო კონკრეტული თანხის რაოდენობა, განსაზღვრული იყო გრაფიკი, როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს გადაეხადა ივანიშვილისთვის კონკრეტული დიდი რაოდენობით თანხა და ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა. მთავარ კითხვაზე, როდის მოვა თვითონ ივანიშვილი საქალაქო სასამართლოში, შეძლებს თუ არა ბაჩიაშვილის პირისპირ დაჯდომას და მის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამაზე პასუხი არ აქვს იურისტს, რომელიც მოქმედებს ივანიშვილის სახელით და არ აქვს პროკურორს, რომელიც წვეთს რა თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს საქმე, როგორ უნდა იყოს მტკიცებულებების გამოკვლევა, რა ეტაპზე უნდა დაიბარონ მოწმეები და ვინ უნდა იყოს მოწმე. პროკურორს აქვს ერთადერთი პასუხი, ადასტურებს იმას, რომ დასაკითხთა სიაში ბიძინა ივანიშვილი არის, თუმცა ის მოვა საქალაქო სასამართლოში თუ დისტანციურად ჩაერთვება, ამაზე კონკრეტული პასუხი საქმის პროკურორს არ აქვს. ამაზე ჩამოყალიბდებით და გაიგეთ. მასაც აქვს დაზარალებულის გარდა მოწმის სახითაც უნდა დაიკითხოს, რა ფორმატით მოხდება ეს, ამას ცოტა ხანში ნახავთ. ჩვენი უფლებები არის შევახული, ჩვენი ვიტკოინები, უბრალოდ ჩემი მარწმუნებლის არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არავითარი კრიმინალური შოჩიკები არავისთვის არ აქვს ჩართული, ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს WhatsApp-ის მეშვეობით, შეთავაზება ერქვა ამას და გადაეგზავნა, არავის არაფერი არ გაგორუებია რა. დაზარალებული მხარის პოზიცია გამოვხატე. რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია იყო დაზარალებული მხარის საქმეში. ბიძინა ივანიშვილი ჩემი მარწმუნებელი არის ინვესტორი. ეს არის მთავარი. მუქარის წერილს ვერ დავარქვევ ამას, ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება, ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა მორიგება მოხდარიყო მხარეებს შორის. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ესეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება პირიქით, ელემენტარული პირობაა. მე არაერთხელ მქონია კომუნიკაცია როგორც ბრალდებულთან, ასევე მის ადვოკატთან მათი თხოვნით და იმ კომუნიკაციების დროს მათაც გაუჟღერებია თავისი პირობა, ანუ გაუჟღერებიათ, მათ ჰქონდათ პოზიცია გაჟღერებული ის, რომ რაღაც გარკვეულ რაღაც პირობებზე თანახმა იყვნენ. ეს ჩვენი ხარისთვის მიუღებელი იყო, მე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პოზიცია. დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და სწორედ ბრალდებულმა რეალურად ეს თანხა მიითვისა და უკვე შემდგომ მოახდინა ამ აქტივების ლეგალიზაცია. წინასწარ ბუნებრივია, ჩემთვისაც არ არის ცნობილი იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ შეიძლება სხვადასხვა სტრატეგია ავირჩიო, მაგრამ განმეორდები და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც ფლობს არსებითი ხასიათის ინფორმაციას. რაც შეეხება მოწმეების თუ მტკიცებულებების გამოკვლევის თანმიმდევრობას ამათ ვწყვეტნე, ამ საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით. შესაძლებელი ხართ მოვა თუ დისტანციურად? განმეორდები, პასუხი მიექნება იგივე საერთო წესების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. მაშინ, როდესაც საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ თვითონ არის განსაზღვრელი და გადამწყვეტი, როდის და რა ფორმით მივა ივანიშვილი საქალაქო სასამართლოში, საპირისპიროს ამტკიცებს გიორგი ბაჩიაშვილი. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სასამართლოში მისვლა, არ მისვლა ან დისტანციურად ჩართვას არა პროკურორი, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და ეს არის სწორედ მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. გარდა ამისა, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მის წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, შესაბამისად გადაწყვეტილების მიმღებით ამ საქმეში არის არა სასამართლო, არამედ ივანიშვილი.